გამარჯობა. ვაგრძელებთ ბაშკლების ფილის ტექსტის გაშიფვრის შესახებ საუბარს. წინა ვიდეოში ჩვენ შევჩერდით ბე-ჰორიზონტალური ხაზის, ანუ სტრიქონის მეოთხე სიმბოლოზე. მანამდე ვუპასუხებთ თქვენს შეკითხვას. წერთ, რომ დღეს მოქმედი შესაბამისი დარგის ქართველი მეცნიერები წინ არ გაგიშვებენო, ანუ ისინი არ მოახდენენ ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების, ბაშკლების ფილის ტექსტის, ასევე სვეტიცხოვლის წრიული ფრესკის კვლევების რეცენზირებას, რადგან შურიც გხსნებიან თქვენ, რომ შეძელით მათი გაშიფრვა. პირდაპირ გიპასუხებთ, რაც უნდათ ის უქნიათ, ჩვენთვის მთავარი ხართ თქვენ, პატივცემულო ჩვენო მაყურებლებო. აღიარება კი მაინც მოვა. გამოჩნდებიან კეთილსინდისიერი მეცნიერები, რომლებიც ობიექტურად შეაფასებენ ჩვენს კვლევებს და მთელი მსოფლიო გაიგებს ქართველთა შესახებ სიმართლეს, იმას, რომ უძველესი ცივილიზაცია ვართ და ჯერჯერობით ყველაზე უხდესი. ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ანბანური დამწერლობა გაგვაჩნია. უბრალოდ საწყენია ასეთი ადამიანები საკუთარ თავს მეცნიერებს რომ უწოდებენ. რატომ არ ფიქრობენ, რომ ვერ დამალავენ, რაც უნდა ეცადონ ქართველური ეთნოსის წარმოშობის ისტორიას. ჩვენი ისტორიის შესახებ უკვე ალაპარაკდნენ უცხოელი მეცნიერები და ადრე თუ გვიან ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ახლა გადავიდეთ ბაშკლების ფილის ტექსტში. შეგახსენებთ, ჩვენს მიერ გაშიფრული პირველ 4 სიმბოლოს ქართულ ენაზე შეესატყვისება შემდეგი წინადადება. შენი სამი შვილი ნოე. შემდეგი სიმბოლო გვხვდება ვაისილაბარში, რომლის ფონეტიკური შესატყვისია პ-ე. ეს ფონეტიკური შესატყვისი ეტიმოლოგიური მნიშვნელობით გვხვდება იორუბას ენაში და ქართულ ენაზე ნიშნავს შეკრება, შეკრიბე. მაშასადამე ქართულ ენაზე ბე-ჰორიზონტალური ხაზის მეხუთე სიმბოლოს გათვალისწინებით გვექნება შემდეგი წინადადება. შენი სამი შვილი ნოე, შეკრიბე. ახლა გავეცნოთ სამეცნიერო ინფორმაციას იორუბას შესახებ. ნიგერ-კონგოს ენა, რომელზეც საუბრობენ დასავლეთ აფრიკაში, ძირითადად სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, ბენინსა და ტოგოს ნაწილებში. მასზე საუბრობს იორუბას ხალხი, ხოლო მცირე მიგრირებული თემები ცხოვრობენ კოტ-დ'ივუარში, სიერა-ლეონესა და გამბიაში. გენეტიკამ გვაჩვენა, რომ პირველი ეთნიკური დიფერენციაცია იორუბასა და სან პიგმეებს შორის დაახლოებით რამოდენიმე ათეული ათასი წლის წინ მოხდა. ჰარვარდის სამედიცინო მიმართულების სიმონსის გენომის მრავალფეროვნების პროექტის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული დნმ-ის მტკიცებულებების თანახმად. იორუბა ხალხის წარმოშობა უძველესი დროიდან იწყება. ითვლება, რომ იორუბა ხალხი აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებიდან მიგრირდა, რათა დღევანდელი სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიის ტერიტორიაზე დასახლებულიყო. ისტორია ადასტურებს იმ განცხადებას, რომ ამჟამინდელი იორუბას ტომები 4 წარმოშობისა იყვნენ, კერძოდ ფერადკანიანები, ნუბიელები, ბერბერები და არაბები. ხოლო ბოლო 3, როგორც ცნობილია, ეგვიპტეში ცხოვრობდა. მათი ენებიდან და კულტურებიდან იღებდა საზრდოს და იორუბას მიწაზე გადაიტანა. ოდუდუა იორუბას პირველი უზენაესი მეფე გახდათ, ხოლო ობატალმამ პირველი ადამიანები ტალახისა და თიხისაგან შექმნა. ამით დავასრულოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, უყურეთ ჩვენს ვიდეოებს და მოგწერეთ კომენტარები. ჩვენ გვაქვს მრავალი მასალა საქართველოს და მსოფლიოს ისტორიის შესახებ, რომლებიც ჯერ არ გამოქვეყნებულა ან გამოქვეყნებულია გაყალბებული სახით. დიდი მადლობა.